მოვიდგინეთ 2021 წლის ჩვენი საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ანგარიში. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში. მოხდა როგორც შინაარსობრივი, ასევე სტრუქტურული ცვლილებები. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ის პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა წმინდა გიორგის ილორის ტაძრის შესახებ ფილმის გადაღებას და ასევე ციფრული აპლიკაციის განხორციელებას. უნდა აღვნიშნო, რომ გამოკვეთილად კარგი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობას, მასთან დაკავშირებულ საკითხებს, მისი გაშუქება, მისი ადგილი საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში, მისი როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში იყო კარგად წარმოჩენილი და ამისთვის დიდი მადლობა მინდა უთხრა ავტორებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში, მის მშენებლობაში, მეცენატები, ბევრი ადამიანი, რომელმაც თავისი პირადი ქონება გაიღო ამისთვის, რომ მოემსახუროს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.